არაფრის დრო არ მაქვს, თავზე მაყრია საქმე. ხშირად გაგიგიათ ალბათ ეს სიტყვები. საზოგადოება ძალიან არომანტიზებს დაკავებულობას. თითქოს ეს მიუთითებს ადამიანის პროდუქტიულობაზე და წარმატებაზე. არადა გაგიკვირდებათ და ყველაფერი პირიქითაა. სასწრაფო საქმეები კლავს მთავარ საქმეებს. სასწრაფო ხმაურიანი საქმეები ქმნიან მხოლოდ ილუზიას, რომ ისინი მნიშვნელოვანია. არადა შენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს მხოლოდ სისტემური, მნიშვნელოვანი, დაგეგმილი და კარგად გაანალიზებული საქმეები. ძალიან ბევრი ადამიანი წლებს ხარჯავს ხანძრების ჩაქრობაზე სამსახურში. იწვის დავიღუპეთ, კატასტროფაა და ასე შემდეგ. ქაოსს მოაქვს მხოლოდ მეტი ქაოსი და ის ხდება თქვენი ცხოვრების წესი. არადა წესი უნდა იყოს მშვიდად აკეთო მთავარი საქმე. ქაოსი ეს არის შენი არჩევანი. შენ შემთხვევით კი არ ხვდები არამედ შენ მიდიხარ იქ შენ თვითონ. როდესაც არავლებ საზღვრებს, როდესაც სხვებს აძლევ უფლებას მართონ შენი განრიგი. დაგირეკონ როცა მოესურვებათ. როგორ ხარ, რა შვები, მე კიდე გავალებენ კიდევაც რაღაცებს და შენ შედიხარ ამ ქაოსში თავისთავად. პრობლემა ის კი არაა, რომ შენ ცოტა დრო გაქვს, არამედ ის, რომ შენ კარგავ მას იმაზე, რაც არ არის მნიშვნელოვანი შენთვის. ხშირად გვეუბნებიან, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი, რომ მეტად პროდუქტიულები ვიყოთ. არა, დაივიწყეთ. უნდა გავაკეთოთ მთავარი და არა მეტი. წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი თვისება ეს არის სწორი პრიორიტეტების დასახვა და მხოლოდ იმის კეთება, რაც მთავარია.